მოგესალმებით, ჩემო კარგებო, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით. მადლობა თითოეულ თქვენგანს, კონტაქტისთვის, უკავშირისთვის, კომენტარებისთვის. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ხართ ჩემთან და მე კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ აუცილებლად გამოიწეროთ არხი, რათა არ გამოგრჩეთ შემდეგი ვიდეოები. მე დღეს მინდა თქვენთვის გავაკეთო საჯარო გაშლა ახალ ადამიანზე. ერთგულმა მაყურებელმა მთხოვა და მე ვითვალისწინებ თითოეული თქვენგანის თხოვნას, თქვენს ინტერესებს, ამიტომ დღეს მე გავაკეთებ გაშლას ახალი ადამიანი თქვენს ცხოვრებაში. ვინ შემოდის? ვინ იქნება ახალი ადამიანი, რას მოგიტანთ ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში? პირველ რიგში ნახოთ, რა ენერგიებში ხართ ახლა და ამჟამად თქვენ. რა სიტუაციაში ხართ, რა ენერგიებში იმყოფებით? ნახოთ, რა ენერგიებში ხართ ახლა. მეგობრებო, გეტყვით, რომ ძალიან მიზანდასახული ადამიანები მიყურებთ, რომელთაც ნებისმიერი სიტუაციის გადალახვა შეუძლია იმისთვის, რომ მიიღოს სასურველი. მიყურებთ ადამიანები, რომელთაც შეიძლება სტაბილური ოჯახი გქონდათ და ახლა ცოტა გაურკვეველ სიტუაციაში ხართ და არ იცით რა გააკეთოთ. ან მიყურებთ საკმაოდ ისეთი ადამიანები, ვისაც აქვთ ფინანსური მდგომარეობა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად გქონდათ, ახლა ცოტა ამ მიმართულებაში გიჭირთ და ცოტა გაურკვევლად ურესურსოდ ხართ. მიყურებთ ადამიანები, რომელთათვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსური სტაბილურობა. ვისთვის არ არის ფინანსური სტაბილურობა მნიშვნელოვანი, მაგრამ ვთვლი, რომ თქვენთვის ახლა პრიორიტეტი არის ფინანსური სტაბილურობა და ცოტა გიჭირთ ახლა ამ მომენტში. აი ამ მხრივ. კიდევ ნახოთ, რა ენერგიებში ხართ. მეგობრებო, ხომ არ მიყურებთ ისეთი ადამიანები, ვინც ესაა დაცილდით საყვარელ ადამიანს. მგონია, რომ ცოტა ხანს არც კი ხართ თქვენ მზად იმისთვის, რომ ახალ ურთიერთობაში გადახვიდეთ. თუ ასეთი ადამიანები ხართ, რომლებიც ესაა დაცილდით თქვენს საყვარელ ადამიანს და გეტყვით, რომ ეს ადამიანი თქვენთვის ალბათ იყო კარმული ადამიანი, შეიძლება ერთ-ერთ თქვენგანს სტაბილური ოჯახიც ქონდა და იყავით სამკუთხედში და ახლა ხართ იმ მდგომარეობაში, როდესაც აი განული სიტუაციას აანალიზებთ. ახლა ხართ იმ პროცესში, როცა თქვენს ცნობიერში ხდება აი იმ სიტუაციების გაანალიზება და მგონია, რომ ერთგვარად თითქოს არც კი ხართ მზად ახალი ურთიერთობისთვის. კარგით, მაშინ ნახოთ, დავუსვათ ტაროს კითხვა. მზად ხართ, რომ გამოჩნდეს თქვენს რეალობაში, თქვენს ცხოვრებაში ახალი ადამიანი. რამდენად მზად ხართ თქვენ ამისთვის?
მეგობრებო, მე აქ ვხედავ, რომ შეიძლება თქვენ უკვე რაღაც პირველი იმპულსი წამოგივიდათ ადამიანთან, ახალ ადამიანთან და შეიძლება ეს ფარულათაც მიმდინარეობდეს, ან თქვენ არც კი უტყდებით თქვენს თავს, რომ რაღაც სიახლისკენ სწრაფვა გაგიჩნდათ, რაღაც ახალი შემოდის თქვენს ცხოვრებაში, გეძლევათ შანსი, რომ დაუახლოვდეთ და შემოუშვათ თქვენს ცხოვრებაში ახალი ადამიანი, რომელიც ფინანსურად, კარიერულად საკმაოდ შემდგარი ადამიანია, ეს არ გახლავთ პატარა ასაკით პატარა ადამიანი და საკმაოდ დიდი ცხოვრების გზა აქვს ამ ადამიანს გამოვლილი, შეიძლება ეს სამსახურში თქვენი უფროსიც იყოს, ან საკმაოდ წარმატებული იყოს ეს ადამიანი კარიერაში და მაღალ პოზიციაზე იმყოფებოდეს, თუმცა თითქოს თქვენს თავსვე არ უტყდებით იმაში, რომ გაქვთ ინტერესი, რომ ახალი ურთიერთობა დაიწყოთ, ასეთი ენერგია მოდის თქვენგან. თუმცა შეიძლება ეს ადამიანი იყოს ცოლიანი მამაკაცი და იყოს სტაბილურ ურთიერთობაში სხვა ქალთან. ვინ არის ეს ადამიანი? მაშინ კიდევ დავაკონკრეტებ. მეგობრებო, მიყურებთ საკმაოდ ბევრი ადამიანი, აქედან გამომდინარე, რომ ეს არის საჯარო გაშლა და არ არის პირადი კონსულტაცია, ყველამ მოირგეთ თქვენ სიტუაციაზე. და სიგნიფიკაცია, როდესაც ვახსენე, თუ თქვენი არ არის, მოუყურებთ, ძალიან გთხოვთ. პირად კონსულტაციაზე შეგიძლიათ მომმართოთ მითითებულ ნომერზე და WhatsApp-ზე და იქ უკვე ძირეულად განვიხილავთ თქვენს სიტუაციას. რეალურად ვნახოთ, ვინ არის ეს ადამიანი? ვინ არის ეს ადამიანი? დიახ, მეგობრებო, მე გითხარით, რომ ეს ადამიანი არ არის ასაკით პატარა ადამიანი, საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს ამ ადამიანს, ამ ადამიანსაც ძალიან ბევრი რამ აქვს გამოვლილი თავის ცხოვრებაში და ახლა იმ ეტაპზეა, როდესაც შორიდან აკვირდება თქვენს ურთიერთობას და რაღაც სტიმულს აძლევთ, რომ თქვენთან შემოვიდეს ურთიერთობაში. რაღაც თქვენმისთვის რაღაც ახალი ხართ, რომელშიც ძალიან სურს გადაეშვას თავისი ემოციებით და ძალიან საინტერესო ადამიანი ხართ ამ ადამიანისთვის და ფიქრობს, რომ გადმოდგას თქვენკენ ნაბიჯები, რათა შემოვიდეს თქვენთან კომუნიკაციაში, თუ ჯერჯერობით არ შემოსულა. თუ შემოსულია უკვე თქვენთან ურთიერთობაში ეს ადამიანი, მას ნამდვილად სურს განაგრძოს სიღრმისეულად თქვენთან ურთიერთობა და ამისთვის უკვე მზადყოფნაშია ეს ადამიანი, თუმცა ამ ადამიანს დრო დაჭირდა, რომ შორიდან დაგკვირვებოდათ და თქვენი დადებითი თვისებები გამოკვეთილიყო მის ცნობიერში. ვისთანაც არ შემოსულა ჯერჯერობით ახალი ადამიანი. მაშინ იმათთვის ვიკითხავ ახლა. ვის შემოსვლას ელით თქვენ ცხოვრებაში? როგორი ადამიანის შემოსვლას ელით თქვენ ცხოვრებაში? ვინ გინდათ თქვენ რომ შემოვიდეს? როგორი ადამიანი გსურთ რომ შემოვიდეს თქვენ ცხოვრებაში?
მეგობრებო, ძალიან რთული პერიოდი გაქვთ თქვენ გამოვლილი და ჯერ არ ხართ მთლად აი იმ სტრესიდან გამოსული, რაც თქვენ გამოიარეთ. ძალიან დიდი კვალი დატოვა წარსულმა ურთიერთობამ, თქვენს გრძნობებზე, ემოციებზე, ზოგადად ცხოვრებაზე. ამიტომ თქვენ გსურთ სიახლე, გსურთ შემოვიდეს ისეთი ადამიანი თქვენს ცხოვრებაში, რომელიც ახალი ენერგიებით აგავსებთ, გაგიღვიძებთ გრძნობებს, ემოციებს და გაგიყვანთ ახალ სასიყვარულო ასპარეზზე და შეიძლება თქვენ ინტერნეტით გქონდეთ ამ ადამიანთან მხოლოდ კომუნიკაცია. კარგით, ვნახოთ ეს ადამიანი, ვინც შემოვა თქვენს ცხოვრებაში. რას შემოიტანს ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში? რას შემოიტანს? მეგობრებო, ეს ადამიანი, თქვენ გსურთ, რომ ამ ადამიანმა აი ეს ნეგატიური კვალი წაშალოს თქვენს ცხოვრებაში, რაც გქონდათ აქამდე. აი წარსულის ფიქრებიდან გსურთ და ემოციებისგან, რომ გაგათავისუფლოთ ამ ადამიანმა. და ეს ადამიანი შემოიტანს რეალურად თქვენს ცხოვრებაში ახალ ემოციებს, თუმცა ახლა ეს შეიძლება დისტანციურად ხდება და კონტაქტი ფიზიკური თქვენ შორის არც არის. ეს ადამიანი შემოიტანს სინათლეს თქვენს ცხოვრებაში ნამდვილად და აი გამოგიყვანთ აი ნეგატივისგან, წარსულის ფიქრებისგან, სადაც თქვენ ახლა ხართ. რატომ შემოდის ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში? მოდი ვიკითხოთ. მისი მისია რა არის თქვენს ცხოვრებაში? დიახ, მეგობრებო, შეიძლება ეს ადამიანი კიდევ ერთი კარმული პარტნიორი იყოს თქვენთვის, რადგან ეს ადამიანი რეალურად მოიჩქარის უკვე თქვენს ცხოვრებაში და რისთვის შემოდის ვიკითხეთ და შემოდის, რომ აი ის თქვენი დანგრეული სიტუაცია, დანგრეული ემოციები, რაც თქვენ გქონდათ რეალურად წარსულ ცხოვრებაში, აი იქიდან თქვენ გამოიტანოთ გაკვეთილი გამოიტანოთ და იმ ჩაკეტილი ემოციებიდან გაგათავისუფლოთ. ეს ადამიანი შემოდის იმისთვის, რომ გიხსნათ ემოციური ჩაკეტილობისგან, გიხსნათ იმ ნეგატიური ემოციებისგან, რაც წარსულმა თქვენს ცხოვრებაში დატოვა. კიდევ ერთხელ, მისი მისია თქვენს ცხოვრებაში. კი, მეგობრებო, ზუსტად აი იმ ჩაკეტილი წრიდან სურს ამ ადამიანს თქვენი გამოყვანა. შეიძლება თვითონ კი არ სურს, მაგრამ სამყარო გიგზავნით ამ ადამიანს იმისთვის, რომ თქვენ გამოხვიდეთ აი იმ ჩაკეტილი წრიდან, სადაც ამდენი ხანი იყავით და რომ გონიათ, რომ ვეღარასდროს ვეღარ გამოხვალთ აი იმ წარსული აჩრდილებიდან. ამ ადამიანის მისიაა სწორედ აქედან გამოგიყვანოთ, გახსნას თქვენი გული, ემოციები, რათა დაგაბრუნოთ ახალ ცხოვრებაში, უფრო სწორად შეგიყვანოთ ახალ ცხოვრებაში. კარგით, ვიკითხოთ, რა იქნება თქვენს შორის? რა იქნება თქვენს შორის? მეგობრებო, ნამდვილად იქნება შანსი, რომ თქვენ ემოციებზე გამოგიყვანოთ ამ ადამიანმა, მოგცეთ შეიძლება დრო, არჩევანი, მოგცეთ ამ ადამიანმა დრო, რომ გაერკვიოთ თქვენს ქვეცნობიერში, თქვენს გრძნობებში,
და მხოლოდ შემდეგ დაიწყოს თქვენ შორის ურთიერთობა. ეს ადამიანი მოგცემთ შესაძლებლობას, რომ გაერკვიოთ თქვენს გრძნობებში, გამოხვიდეთ აი იმ ბუნდოვანი, აი იმ ცოტა როგორ თქვა, თითქოს კოშმარული სიზმრიდან გამოერკვიოთ. ეს ადამიანი მოგცემთ საშუალებას, რომ თქვენ გამოხვიდეთ აი იმ ძველი კოშმარებიდან და მოგცემთ, გაგიღვიძებთ სურვილს, დაიწყოთ ახალი ცხოვრება. რა იქნება თქვენ შორის? იმპერატრიცა. მეგობრებო, თქვენ შორის იქნება კომუნიკაცია, შეიძლება ეს ადამიანი თქვენ და ამ ადამიანს რაღაც საქმე გაკავშირდებდეთ, შეიძლება სამსახურში შეხვდეთ ამ ადამიანს, რაღაც კომუნიკაცია შედგეს თქვენ შორის და ეს ადამიანი აუცილებლად გახდება თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადამიანი. და აქ ამოვიდა იმპერატორი და იმპერატრიცა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკმაოდ ძლიერი ადამიანი იქნება, ენერგიებით საკმაოდ თანაბარი იქნება, არ იქნება თქვენ შორის ბალანსი დარღვეული, თქვენ ნამდვილ ქალბატონად, ნამდვილ ღირსეულ ქალად იგრძნობთ მის გვერდით თავს და ეს მოხდება ძალიან ბუნებრივად თქვენ შორის. ეს მამაკაცი თავისი მამაკაცური ღირსებებით ნამდვილად გაგრძნობინებთ თავს იმპერატრიცად, ნამდვილად გაგრძნობინებთ ქალურ ბედნიერებას და ეს თქვენ შორის მოხდება ერთობლივად. თქვენ აღიარებთ მის მამაკაცურობას, მის ჯელტმენობას და ეს ადამიანი კი გაღიარებთ მისთვის სასურველ შეუცვლელ ქალბატონად. მე თვითონ თქვენგანს წარმატებებს გისურვებთ და გელოდებით კომენტარებში დროებით მეგობრებო.